საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. ეს ინსტრუმენტი უძრავი ქონების ციფრულ აქტივებად დაყოფას და ტოკენების სახით რეალიზაციას გულისხმობს. ახალმა შესაძლებლობამ უძრავი ქონების სექტორში მეტი საერთაშორისო ინვესტორის მოზიდვას და ტოკენიზირებული აქტივების მეორადი ბაზრის შექმნას უნდა შეუწყოს ხელი. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით ამ ტექნოლოგიის დანერგვა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის უძრავ ქონებაზე წვდომას გაზრდის და ბაზრის მონაწილეებს დამატებით ლიკვიდობას შეუქმნის. მთავრობამ ყურძნის შესყიდვისა და ფასების ფორმირების ახალი მექანიზმები დაამტკიცა. ახალი მექანიზმის მიხედვით, თუ კერძო სექტორი ჭარბმოსავალზე ინტერესს არ გამოხატავს, პროცესში სახელმწიფო ჩაერევა. 1 კილოგრამი ყურძნის ფასი წელს ხარისხის მიხედვით იქნება დიფერენცირებული, ასევე საწარმოებთან ავტომობილების ნაკადის მართვა გაუმჯობესდება. პროცესი სრულად ციფრული ხდება, ელექტრონული სასწორები რთველის ერთიან სისტემაში იქნება ინტეგრირებული, რაც აღრიცხვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ყურძნის ხარისხის ობიექტურად შესაფასებლად საწარმოების შაქრის საზომი თანამედროვე აპარატებით აღიჭურვება. ხორბლისა და ფქვილის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებისა და დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი საკონსულტაციო ფორმატი იინერგება. სამინისტროს ცნობით შეიქმნება მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები, რომლებიც ფერმერების საჭიროებებისა და სექტორში არსებული გამოწვევების დროულად განხილვას უზრუნველყოფს. დარგის წარმომადგენლებთან სამინისტროში განიხილეს ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობის, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების საკითხები. ასევე ისაუბრეს წარმოების ეფექტიანობის ამაღლებასა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებაზე. საქართველოში ყავაზე ახალი წესი ამოქმედდა, ცვლილებები ეხება როგორც ნედლეულს, ასევე ყავის შემცვლელ პროდუქტებს. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესი ვალდებული იქნება მიუთითოს რეალურად რა იყიდება ყავა თუ ყავის შემცვლელი. იზღუდება მინარევების რაოდენობა და განისაზღვრება ტენიანობის დონე, ამავდროულად გამკაცრდება ყავის ხარისხის კონტროლი. მკაცრდება ეტიკეტირების წესებიც, მომხმარებელმა უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა მახასიათებლებზე, მათ შორის პროდუქტის ტიპზე, წარმოშობის ქვეყანასა და დამუშავების მეთოდებზე. რეგლამენტი ძალაში სექტემბრიდან შევა, თუმცა დადგენილება გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს. პროდუქცია, რომელიც ახალ მოთხოვნებს არ შეესაბამება, ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე გაიყიდება. თუმცა ამისთვის ბიზნეს დრო 2027 წლის სექტემბრამდე ექნება. საქართველოში წარმოებულ სამუშაო ხელთათმანებზე მოთხოვნა იზრდება. კომპანია მასალაში აცხადებენ, რომ ბოლო 5 თვეში გაყიდვები 10%-ით გაიზარდა და ტენდენცია გრძელდება. კომპანიის პროდუქციაზე ინტერესს ადგილობრივი ქსელური მაღაზიები და ავტოსერვისის სექტორიც გამოხატავს. ამ ეტაპზე კომპანია დაახლოებით 40 ავტოსახელოსნოს ემსახურება. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ნედლეული გაძვირდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ფასების მაქსიმალურად შენარჩუნებას ცდილობენ. წლიურად კომპანია 3 მილიონამდე წყვილ ხელთათმანს აწარმოებს და მოთხოვნის ზრდის ფონზე წარმოების გაფართოებას გეგმავს. პარალელურად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპორტის მიმართულებით, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან. 2026 წელს ელექტრომობილებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. სოლარავტოში მოთხოვნის ზრდა სწრაფი დამტენების ქსელის განვითარებას უკავშირებენ. ავტომობილების ღირებულება კი 13,000-დან 150,000 დოლარამდეა და მოთხოვნა ყველა კატეგორიაზეა, თუმცა გაყიდვებში საშუალო სეგმენტი ლიდერობს. რაც შეეხება ფასებს, სოლარავტოში ამბობენ, რომ ელექტრომობილების ღირებულებამ წარმოებლებმა უკვე 10%-ით გააძვირეს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე ფასს ინარჩუნებენ. სოფლიოში მესამე უდიდესი ავტომწარმოებელი Hyundai აცხადებს, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში ექსპორტი, რომელიც ჩვეულებრივ შუა აღმოსავლეთის გავლით ხორციელდება, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეფერხებულია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვები სერიოზულ წნეხს განიცდის. როიტერის ცნობით, Hyundai-ის გლობალური პოლიტიკის ოფისის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიწოდების ჯაჭვების აღდგენას დრო დასჭირდება და თუნდაც ირანის ომი მალე დასრულდება. მისი გავლენა მაინც გაგრძელდება. ამ ეტაპზე ტვირთები დროებით ალტერნატიულ ლოკაციებზე ინახება.